ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, კიდევ ერთხელ სურს მოგესალმოთ. მე გახლავართ თორნიკე კივილაძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი. თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს ინტერაქტივში. შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერს 557 88 55 88. ჩვენ წინა ბლოკში, ვინც თვალი ვერ მიადევნეთ წინა ბლოკს, მე გირჩევთ თუ გაქვთ გადახვევის საშუალება, აუცილებლად ჩართოთ და მოусმინოთ, ვინაიდან საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ. იყო არაერთი გამამხნევებელი სამოტივაციო ზარი, იყო აგრეთვე ნეგატიური გამოხმაურებაც, თუმცა მეტწილად ზარების უმრავლესობაში გამოკვეთილი იყო, რომ ამ არხის მაყურებელთა უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, რაც ბუნებრივია ნიშნავს ნდობის გამოცხადებას თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ პარტიის წევრია თუ მხარდამჭერია თუ რიგითი აქტივისტია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ინტერაქტივში მონაწილეობას იღებენ ადამიანები და აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას. მე წინა ბლოკში სიტყვა გამიწყდა და აღარ მომეცა იმის საშუალება, რომ გამეგზელებინა. თბილისს შეეხებოდა საუბარი. თბილისი ძალიან ბევრმა მოგზაურმა შეადარა მისტიკურ ფრინველ ფენიქსს. მართლაც ფენიქსივით აღსდგებოდა ხოლმე ქალაქი თბილისი იმ ნანგრევებიდან, რომელიც იყო იმ დიდი ომების და დიდი ბრძოლების თანატოვარი, რომლის გადატანაც ამ ქალაქს მოუხდა და ჯერ მარტო ის ფაქტი რა დღის, რომ დაახლოებით 400 წელი თბილისში იჯდა ამირა და მხოლოდ 1122 წელს მოხერხდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით ამ ქალაქის გამოხსნა ტყვეობიდან დიდგორის ბრძოლის შემდეგ. ამ ქალაქმა არაერთი ტკივილი ნახა, არაერთი სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა მის ისტორიაში, მაგრამ მას ყავდა ღირსეული შვილები, ღირსეული მამულიშვილები, ღირსეული ერისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რათა ეს ქვეყანა და ეს ქალაქი წასულიყო წინ. პირადად მე ამ შემთხვევაში გახლავართ პატრიოტთა ალიანსის სიით თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარდგენილი მე-9 კანდიდატი გახლავართ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პროპორციულ სიაში. მე თვითონ გახლავართ წარმოშობით აფხაზეთიდან, დავიბადე 1993 წელს, მაშინ როცა აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა. კივილაძეების გვარი იბრძოდა ამ ომში, ყავს მსხვერპლიც ბესარიონ კივილაძის სახით, ბიძაჩემი რემი კივილაძე იყო აფხაზეთის ომის ვეტერანი. ისე მოხდა, რომ ბედისწერის უკუღმართობით, მაშინ როცა უნდა დავბადებულიყავი და გავზრდილიყავი აფხაზეთში, ასე ვთქვათ, დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ამ ქალაქმა მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდა რომ ჩემს ძვირფას ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს ვამცნო, არის ის, რომ მე დავიბადე და გავიზარდე ეგრეთ წოდებულ იტალიურ ეზოში, თუმცა ეს ქართული ეზო უფროა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეგრეთ წოდებულ იტალიურ ეზოებში, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი არის სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და თითოეული მეზობელი ცდილობს, რომ გასაჭირში მყოფ ასე ვთქვათ, მეზობელს დაეხმაროს. ახლა კი მცირე ჭრა გვექნება, შევავსოთ ჩვენი ეთერი რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებით, კერძოდ დღეს, ასე ვთქვათ, ვიცით რომ იმართება აქცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პაატა ბურჭულაძე და მათ აქვს დაანონსებული გარკვეული ეროვნული კრება, ასე მოიხსენიებენ, წარმატებები ყველა ადამიანს იმ საქმეში, რასაც ბოლომდე ემსახურება, თუმცა მე მაგალითად მოლოდინები არ მაქვს, რომ რაიმე შეიცვლება ამით. მე ისევ და ისევ ამ შემთხვევაში არჩევანს ვაკეთებ იმაზე, რომ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და არა რაიმე რადიკალური ქმედებებით. რადიკალური ქმედებები იქნება დამღუპველი და ის
რევოლუციური სცენარი, რომელიც ანონსდება, მე ვფიქრობ, რომ რეალობისგან ძალიან შორს დგას და რეალობას არის მოწყვეტილი და ზოგადად ჩვენ ვისაუბრეთ გადაცემის წინა ბლოკში, ინტერაქტივის წინა ბლოკში იმასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციას ყოველთვის შობს ევოლუცია. რასაკვირველია, ხალხს აქვს რევოლუციის უფლება, კონსტიტუციით მინიჭებული, მაგრამ ამბოხების უფლება უბრალოდ, მაგრამ მე მაინც მოუწოდებ ყველას და მათ შორის ამ აქციის ორგანიზატორებს, რომ ასე ვთქვათ, მხარი დაუჭირონ არჩევნებს. თუმცა, რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ აქციებში მონაწილეობას არ იღებენ მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ამ აქციებში მონაწილეობას იღებს არაერთი ახალგაზრდა თუ ძველი თაობის წარმომადგენელი და მე აი სწორედ როგორ გითხრათ მათი სულისკვეთების მწამს უფრო მეტად და იგრძნობა ეს მუხტი საზოგადოებაში, იგრძნობა ეს განწყობა, ეს ანტაგონისტური განწყობა ხელისუფლებისადმი, ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან სამწუხაროდ იმ განხორციელებულმა პოლიტიკამ, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება, შედეგი ვერ გამოიღო და ძალიან, ასე ვთქვათ, კატასტროფულ რეზულტატამდე მიგვიყვანა, გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, დეცენტრალიზაციის ნაცვლად მოხდა ხელისუფლების უზურპაცია და ყავს არაფორმალური მმართველი. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. მოგესალმებით ბატონო თორნიკე, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე ვიყავი არჩევნებზე ჩემ მეგობრებთან, ოჯახთან ერთად და გავაფერადეთ რვიანი წარმატებები თქვენ, გამარჯვება პატრიოტებს. და გთხოვთ კიდევ ერთხელ ისაუბროთ პროგრამაზე, ვინც ჯერ არ არის მისული და უნდა გაიგოს ყველამ, რომ ეროვნული გვინდა, ეროვნული ძალები. კი ბატონო. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსის პროგრამას, მის შესახებ არაერთხელ გაკეთდა განცხადება არაერთ ეთერში, მაგრამ მე ხელახლა ვეცდები, რომ მაქსიმალურად ზუსტად მოგაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენ რა გვსურს? ჩვენ უპირველეს ყოვლისა ძალიან ვღელავთ იმაზე, თუ როგორი დემოგრაფიული მდგომარეობა არის შექმნილი ქვეყანაში. ვიცით, რომ სიკვდილიანობა აღემატება შობადობას. სამწუხაროდ აგრეთვე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოჯახი ინგრევა მოდით პირდაპირ ვიტყვი, ძირითადად ეკონომიკური, ფინანსური პრობლემების გამო. აი ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეთავაზება ჩვენი მოსახლეობისადმი, კერძოდ მუნიციპალური ბინათმშენებლობა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ახლად დაოჯახებული წყვილებისათვის მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, აუცილებლად უნდა არსებობდეს სახელმწიფო მუნიციპალური ბინათმშენებლობის პროგრამა, რომელიც ამ ადამიანებს უზრუნველყოფს ბინით. კერძოდ ეს ჰაერზე მოტანილი სიტყვები არ არის, ეს არის დასაბუთებული პროგრამა და მოგახსენებთ, რომ ამ ოჯახებს მცირე კრედიტების საშუალებით, მცირე პროცენტიანი ან უპროცენტო კრედიტების მეშვეობით, უпроსტოდ უფრო მეტად უპროცენტო კრედიტების მეშვეობით უნდა გქონდეთ საშუალება გრძელვადიან პერსპექტივაში ბინის შესყიდვის, ვინაიდან ბინა არის ის ერთ-ერთი ფუნდამენტური საჭიროება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს არ გააჩნიათ უпроსტოდ უმრავლესობას და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს აი ამ წყვილების ახალისება და ეს შობადობის წახალისებასაც გულისხმობს ბუნებრივია ერის გამრავლებას და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ძირეული ხერხია, ვინაიდან სამწუხაროდ ძალიან ბევრ წყვილს, ძალიან ბევრ ახლად შეუღლებულ წყვილს არ აქვს იმის საშუალება, რომ იყოს ბინით უზრუნველყოფილი. შემდეგი საკითხი აგრეთვე მუნიციპალურ დონეზე საკითხის დაყენება. ჩვენი პენსიონერები და არა მხოლოდ პენსიონერები, მათ შორის საუბედუროდ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძალიან ბევრი ჩვილი დგას ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე. და ფაქტობრივად არის არჩევანი, უნდა შეიძინოს ოჯახმა ან მედიკამენტი, ან საკვები. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს მუნიციპალური საავადმყოფოები და მუნიციპალური აფთიაქები. მუნიციპალური აფთიაქები, სადაც ყოველგვარი მოგების ან ძალიან მცირე მოგების, ასე ვთქვათ, 15%-ია იქ დაახლოებით საუბარი,
ფარგლებში გაიყიდება medicamenti და medicamentis ფასი არ იქნება 180%-ით გაზრდილი და უფრო მეტი პროცენტით გაზრდილი, ვიდრე ის სამწუხაროდ დღეს არის. ეს არის უმნიშვნელოვანესი. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში და სხვა დიდ ქალაქებშიც შეწყდეს ამ ეგრეთ წოდებული მაღალსართულიანი ცათამბჯენების აშენება, რომელიც წარმოშობს პარკირების პრობლემას, არაერთ პრობლემას, ამ მიმართულებით ასე ვთქვათ სამუშაოა. ასევე საცობების წინააღმდეგ პარტიის პროგრამა გულისხმობს ახალი ესტაკადების აშენებას, ასე ვთქვათ, ახალი სისტემის შექმნას იმისათვის, რათა საცობები იქნას განმუხტული და ასე შემდეგ. აგრეთვე აუცილებელია, რომ ქალაქებს დაუბრუნდეთ თავიანთი ისტორიული ტრადიციული სახე, მათ შორის ასაკვირველია დედაქალაქს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი მავნე ექსპერიმენტის გამო დაკარგა თავისი ისტორიული იერსახე ნაწილობრივ დონეზე მაინც. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ქალაქის განმუხტვა, რაც შეიძლება მეტი რეგიონული განვითარება, სხვა ქალაქების განვითარება, აგრეთვე თბილისსა და რუსთავს შორის სპეციალური ახალი დასახლების შექმნა, სადაც ზუსტადაც რომ ეს მუნიციპალური ბინათმშენებლობის პროგრამა განხორციელდება. და რასაკვირველია, ჩვენ ძალიან ისეთი მკაცრი და ხისტი პოზიცია გვაქვს სოციალურ პაკეტებთან დაკავშირებით და აუცილებლად უნდა გაიზარდოს სოციალური პაკეტების დაფინანსება, აუცილებლად უნდა მოვახერხოთ შემდეგი რამ. მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე გადაცემებში და ახლაც ვიტყვი, კერძოდ თუ გინდა ადამიანი დააპურო, კარგია რომ მას მისცე პური, მაგრამ უკეთესია რომ ასწავლო მას ამ პურის მოპოვების საშუალება. შრომის უნარიან ადამიანს უნდა შეუქმნათ ჯანსაღი შრომითი გარემო. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც შრომის უნარი ან დაქვეითებული აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ, მათ პირდაპირი გზით უნდა დავეხმაროთ. ეს არის ნებისმიერი ცივილური, ცივილიზებული, დემოკრატიული, ჯანსაღი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომ შრომის უნარ დაქვეითებულს და შრომის უნაროს დაეხმარო, ხოლო იმ ადამიანს, ვინც არის ჯანღონით სავსე და აქვს შესაბამისი ინტელექტუალური, სულიერი, გნებავთ ფიზიკური რესურსი, რომ დასაქმდეს და თავისი, ასე ვთქვათ, წვლილი შეიტანოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო სალაროში, მათ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ასე ვთქვათ, დასაქმდნენ და ნორმალურ შრომით გარემოში მოუწიოთ ოპერირება. ცნობილ ამერიკელ ფსიქოლოგს აბრაამ მასლოუს შედგენილი ჰქონდა მოთხოვნილებათა პირამიდა და აი ამ პირამიდის ბოლო წერტილამდე სანამ მივალთ, დავიწყოთ მისი წინარე, ასე ვთქვათ, ეტაპების განხილვა. კერძოდ პირველ ყოვლისა ადამიანს უნდა ქონდეს წვდომა საკვებზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკვებსა და წყალზე. შემდეგ მოდის უსაფრთხოების კომპონენტი ადამიანისთვის, ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ მას ქონდეს შექმნილი უსაფრთხოების სისტემა, უსაფრთხოების გარემო და ბოლოს არის უკვე ტრანსცენდენტური მოთხოვნილებები, რაც გულისხმობს ზეაღმატებულ და სულიერ მოთხოვნილებებს, რომელიც ადამიანს გააჩნია. ზარია, პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. გამარჯობა. დიახ. ბესმა. გაგავალოთ ბესმა. ეს ხაბავს. დიახ. ბატონო. ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკო გამოსცა ესეთი ძალება და კანონი მიიღო. ახალგაზრდებს, რომლებსაც ბელარუსის მოქალაქეები და დაამთავრა სკოლა, დავიდა გამოძრებზე, ყველა ჩააბარებს გამოსწორს. ვიღაცა დაცა უმუშევარი, ხო? საუსწავლელი. ბელარუსის პრეზიდენტმა გამოსცა ძალება, რომ
ყველა დაახმარებულ ბელარუსის მოქალაქეს მიეცემა 60-ხიანი ვინა და მიეცემა 50,000 დოლარი, რომელიც თავის ვინას ახალ ვინას მოაწოვს თავის საკუთრებას. აი ეს უნდა ხოდეს კალათესთან და ივანიშვილთან და ყველაზე. ნუ ჩვენი ახალგაზრდობა აღარ გაიქცეს საზღვარგარეთზე. იმიტომ რომ დაცა უმაღლეს სასწავლებლის გარეშე და თავისი დამოკიდებულება უშრომელი კაცი გაიქცევა გარეშე. ამას არავინ არ აპარაკობს გაიგეთ. აი იმიტომ რომ ალბათ არ აქვს ის საშუალება და ბონდომება რომ ახალგაზრდები აღარ წავიდნენ საზღვარგარეთზე და დასაქმდნენ აქ და აქ ცხოვრობენ. კი ბატონო, სრულიად ვიზიარებთ თქვენ სულისკვეთებას. მართალი ბრძანეთ ბელორუსში მოქმედებს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა და არამხოლოდ ახალგაზრდა წყვილებისთვის, ასე ვთქვათ, ბინების გადაცემას და შესაბამის მატერიალურ ფინანსურ დახმარებას, ნუ აქცენტი მაინც ახალგაზრდებზეა, მაგრამ ისინი ყველას ეხმარებიან, ვინაიდან დემოგრაფიული პრობლემები აქვს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყანას, მრავალ ქვეყანას უпростоრად. შესაბამისად, აი ამ მოდელის გადმოღება იმ ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, ვინაიდან ვიცით, რომ იდეის განხორციელების ბერკეტი სწორედ ფინანსურ რესურსებში დევს. აი ამგვარი პროექტების განხორციელების საშუალება ჩვენ აუცილებლად უნდა გქონდეს საქართველოში. აუცილებელია ის, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა გაერომ შეიყვანა იმ ქვეყნების რიგში, რომლის ავტოქტონი მოსახლეობაც, ამ შემთხვევაში საუბარია ეთნიკურად ქართველებზე, დგას გადაშენების პირას. და 2050 წლისათვის დაანონსა ერის საბოლოო მოკვდინება გაერომ, რამაც გადმოიწია კიდევ არაერთი წლით, კერძოდ 2036 წლისათვის შესაძლებელია, რომ ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნას საქართველოს და ქართველი ერი აღმოჩნდეს ეთნიკურ უმცირესობაში და მე აქ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. არსებობს ერთი პოლიტიკური პარტია ქართულ სარბიელზე, მე მას არ დავასახელებ, არ არის საჭირო, ისედაც ვიცით ვინ არიან. ერთ-ერთ თავიანთ გამოსვლაში, ერთ-ერთ დებატში აღნიშნეს, რომ მერერა თუ ქართველი ერი იქნება ეთნიკური უმცირესობა საქართველოში. აი ესეთ დასკვნებამდე, ასე ვთქვათ, მიდიან აი ეს პოლიტიკური პარტიები. შესაბამისად, აი შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ახლა მე ტექნიკური ჯგუფი მაცნობებს, რომ ბატონი მინდია კეჭაყმაძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი, ოზურგეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატი გვერდება ეთერში და მე მინდა მას მივესალმო. ბატონო მინდია, მოგესალმებით დიდი სიყვარულით და პატივისცემით. მოგესალმებით, მივესალმებით სრულიად საქართველოს, მივესალმებით ჩემს ლამაზ გურიას, ჩემს სოფელს, მერიას, ხვარბეთს, ნაღობილებს. ბატონო მინდია, თუ შეიძლება გითხრათ, რა ვითარებაში ტარდება არჩევნები და რა მოწოდება გექნებათ ამ მრჩევლისადმი? ესე იგი, არჩევნები ჩვეულებრივად ტრადიციული მეთოდებით ტარდება, სახელმწიფო რესურსი იყენებს მართველი პარტია, ქართული ოცნება, როგორც ყოველთვის ხოლმე და ჩართული ყავს ძალიან დიდ ზალი ადამიანები ამ საქმეში, როგორც კოორდინატორები, ისე ტრანსპორტი, ყველანაირი საშუალება და აი როგორც ხდებოდა ხოლმე, ჩვეულებრივ რეჟიმში, ოღონდ შვიდ ვითარებაში წყნარად ლამაზად ძალიან დიდი დაფინანსებით, დიდი რესურსებით ცდილობენ რომ დაგვჯაბნონ, მაგრამ მე მოვუწოდებ ჩემ გურიის მოსახლეობას, ვინც გაბრაზებულია, ვინც ნაწყენია, მოვიდნენ არჩევნებზე, გამოვიდნენ სახლებიდან. აი ახლა მინდა აღვნიშნო ის, რომ მართლმა პარტიამ თავისი რესურსი მოიყვანა და გააჩერა მანქანები რა, თავიანთი ტრანსპორტი გააჩერა, აღარ მოძრაობენ, იმიტომ აღარ ჭირდებათ უკვე თავიანთი ის მოიყვანეს აქტივი და ახლა ველოდები იმ ადამიანებს,
რო ახსენე რომ აი იმ გაბრაზებულ ადამიანებს, ვისაც უნდა მერიელებს, იმ ხوارბეთლებს, იმ ნაღობილებს, ვისაც უნდა წყალი, გზა, შუქი, ნორმალური სოფელი, ვისაც უნდა ლამაზი, განათლებული, მშვენიერი სოფელი, ვისაც უნდა და მოუწოდებ ამ ხალხს რომ მოვიდნენ არჩევნებზე, არავის არ დაელოდონ. თუ ვინმე რამეს მიცემ, აიღონ ის ჩვენგან მოპარული ფულია, ყველა ჩვენი ჯიბიდან მოპარული ფულია. გამოვიდნენ და დააფიქსირონ თამამად პოზიცია, გამოხატონ და აი დამეჭირონ მხარი და მე ჩემს სოფელს პირდები 11-ვე პუნქტი, რაც შევპირდი, სულ ყველა იქნება შესრულებადი. ბატონო მინდია, აი ვისარგებლებ შემთხვევით და თუ შეიძლება კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ამორჩეველს რა პუნქტებია ეს და რას პირდებით უშუალოდ თქვენს რაიონში მცხოვრებ ადამიანებს. შეძლებს და გვარად. ჩემს რაიონზე ამ წუთას მე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ ძირითადი აქცენტი ჩემს სოფელზე მაქვს გაკეთებული და ჩემს სოფელს პირველი რაც იქნება ეს სახურავები, ვინც დარჩა გადაუხურავი სტიქიის დროს, უყველა პირველი ჩემი ის გეგმა არის, რომ ის ადამიანები ერთი ადამიანიც არ დარჩება და არა მარტო სტიქიის დროს. ისეც აი ავარიული მდგომარეობა, რომელსაც აქვს უყველა სახურავი შეიძლება რა. ეს იქნება ჩემი პრიორიტეტი და ამავდროულად ჩვენ გამონახული ვყავს კერძო ფირმა, რომელსაც გაყავს წყალი, საჭიროა სოფლის ნება, ხელწერებია საჭირო, რომ მივმართოთ ჩვენ ამ ადამიანს, რომელმაც უკვე გაიყვანა ცხემლის და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში სოფელს პირდები 2027 წელს წყალი ექნება და თუ მე დავმარცხები 30 წლამდე არც იოცნებო წყალზე რა. არც იოცნებო, იმიტომ ეს ბიუჯეტში არაა გათვლილი. გამარჯვებას გისურვებთ, ბატონო მინდია. და ამის გარდა კიდე ბევრი პუნქტი გვაქვს ჩვენ, რომელსაც შევასრულებთ. 11 პუნქტია, ეხლა ალბათ არ გვაქვს დრო, მგონი რომ 11-ვეზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩემ სოფელს მოუწოდებ, ჩემ ხარდამჭერებს გამოვიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩვენ ის რესურსი არ გაგვაჩნია, რაც ქართულ ოცნებას გააჩნია და ამიტომ მე ვთხოვ რომ გამოვიდნენ როგორც სოფელში წესია, ისე თავიანთი ოჯახებს მიხედონ, დააბინაონ საქონელი ყველაფერი, გამოვიდნენ და დამიჭირონ მხარი და მე თავს არ შევიწვენ პირდები. და ამას კაცურად ვამბობ, რომ შევუსრულებ ყველაფერს. არ შევასრულებ და 2 წელში დავტოვებ. მე ჩემ თანამდებობას, ჩემ სკამს დავტოვებ, მე სკამისთვის არ ვიბძვი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი სოფელი გახდეს ერთ-ერთი ლიდერი ოზურგეთში და ამიტომ ვითხოვ მხარდაჭერას. უღრმესი მადლობა ბატონო მინდია, გამარჯვებას გისურვებთ ჩემი და პარტიის სახელით და გამარჯვებას უსურვებ სრულიად საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ჩემო ზურფასებო. მინდა მოუწოდო მთელ საქართველოს ბოდიშგირდით, რომ პატრიოტთა ალიანსს, ჩვენს პარტიას, რომელიც ჩვენ 5000 ბუკლეტი დავარიგეთ, ის რო ქვია სააგიტაციო მასალა რაიონში და ადამიანები აი დადებითად იყო ჩვენს მიმართ გამსჭვალული და ჩვენ შეიძლება დავმარცხდეთ ორთავე მაჟორიტარი ამ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიული სიით ჩვენ მაინც შევძლებთ, რომ ფრაქცია შევქმნათ, იმიტომ ადამიანების კეთილგანწყობას ვხედავდი, იმათ ანთებულ თვალებს ვხედავდი და იმათ აი დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ და სოფელში რო დავდიოდი ვხედავ, აი თუნდაც აი პლაკატი რო ჩამოხეულია ქართული ოცნების და შენი პარტიის ის რო არის მიკრული იქ და კარგად არის ის უკვე ის გამოხატავს იმ სოფლის და იმ უბნის ნებას. უღრმესი მადლობა ბატონო მინდია ჩართვისთვის, მადლობა იმ საქმისთვის, იმ საქმიანობისთვის, იმ აგიტაციისთვის, რომელიც გასიეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, იმ შრომისთვის, რომელიც ჩადეთ ამ საქმეში და მე პირადად მოგიწოდებთ ყველას რომ მხარი დაუჭიროთ ბატონ მინდია კეჭაყმაძეს და გააფერადოთ პროპორციული სიით ნომერი 8 და აგრეთვე მაჟორიტარული სიით მხარი დაუჭიროთ ბატონ მინდიას და გააფერადოთ ნომერი 8. ჩემს ზვირფას ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს შევახსენებ ჩვენი სტუდიის ნომერს, ეს გახლავთ 557 88 55 88. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ, მონაწილეობა მიიღოთ ინტერაქტივში, დააფიქსიროთ თუ ვის მიეცით ხმა, გააკეთოთ ასე ვთქვათ ანალიზი თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცედურები, პროცესი, რაიმე გადაცდომა ხომ არ არის, რაიმე კანონდარღვევა ხომ არ არის, თქვენი ინდივიდუალური დამოკიდებულება გამოხატოთ იმ პროცესისადმი, რომელშიც მონაწილეობას იღებთ. მე რასაკვირველია, დიახ, აი ზარია გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. ისაუბრეთ. დიახ, ისაუბრეთ. შეიძლება კი ბატონო. ახლა უყურებდი ნაცემის ტელევიზიაზე. გამოდიოდა ჩიბათელი მასალები.
დააჯილდოვანა საზოგადოებთან დააჯილდოვა ჩანდლები და ასლავარაგებს და ქართველების არჩევნებშიო მონაწილეობას არ მიიღებს უნდა ჩაატაროს საზოგადოებთან ამიტომ არ უჭერს ხალხი ამ ნაცებს არა ამასწორებდა ნაცია სააკაშვილი აბერდა იმის აღშენებას საქმეა უნდა შეიძლება 9 მილიონი ხალხი ვინმე ხარა ისინი ვისმე ხარა ჩამოყავდა არაბები კიდევ გააგდენ და აღალმოსა მეორე საფრთხებად ნაცის სკული და უნდა დგება იმიტომ არ გამოდის საერთოდ ნაცი ვერ მოაწყოს ევოლუციას და ლენო არის ნაცი იგივე დახარია არა ნაცი დახარია ყველაფერშლება მაგრამ არა ნაცი ლენო ნაცი აგენ უნდა იეგდალოს გეიჭინოს და ისე არ შეიძლება კარგად მადლობა ხო თქვენ ახსენეთ სხვა ეთნიკური ჯგუფების ჩამოსახლების საკითხი მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული სინგაპურიზაცია რომელიც ითვალისწინებდა სინგაპურის მიერ გამლილი გზის დანერგვას საქართველოში კრახით დასრულდა და მადლობა ღმერთს რომ კრახით დასრულდა თუმცა დღეს ეს პროცესი გრძელდება ამ ხელისუფლების პირობებში და მე მინდა უთხრა მათ რომ სინგაპურის მსგავსად საქართველოს ავტოქტონი მოსახლეობა ეთნიკურად ქართველი ერი არ დარჩება ეთნიკურ უმცირესობაში. მალაური მოსახლეობა სინგაპურში დღეს 11%-ში ადგენს მხოლოდ მთელი მოსახლეობის და მართალია ეს ქვეყანა ეკონომიკურად ძალიან განვითარებულია, მაგრამ რის ხარჯზე? იმ ჭარბი და ზედმეტი ინტერნაციონალიზაციის ხარჯზე, რომელიც ამ ქვეყანამ განახორციელა და მე ვისურვებ რომ საქართველოში, რა თქმა უნდა, იყოს ნორმალური ეკონომიკური განვითარების გზები, ქვეყანა დადგეს ფინანსურად ფეხზე და ხალხმა ამოისუნთქოს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ეთნიკური ჩანაცვლების პროგრამის ხარჯზე და არავითარ შემთხვევაში ეთნიკურად ქართველი ერი არ უნდა აღმოჩნდეს ეთნიკურ უმცირესობაში. მე წეგან ვახსენებდი ერთ-ერთი პარტიის დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, მათ არაფერი ეროვნული, არაფერი სარწმუნოებრივი არ ცხიათ, პირიქით ისინი იბრძვიან ეკლესიის წინააღმდეგ, ქართველი ერის წინააღმდეგ და ხშირად აცხადებენ თავიანთ გამოსვლებში, რომ მერერა თუ ქართველი ერი იქნება ეთნიკური უმცირესობა საქართველოში და მერერა თუ თქვათ ქართველი ახალგაზრდა თავს აარიდებს სავალდებულო ჯარის სამსახურს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რა თქმა უნდა, სავალდებულო ჯარის მიმართულებით ჯარის მოხდის მიმართულებით რეფორმებია გასატარებელი და არ შეიძლება რომ დარაჯად ამუშაო ახალგაზრდა რომელიც ჯარში მიყავს და არანაირი სამხედრო მომზადება მას არ მისცე ეს ძალიან დიდი უაზრობაა რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს და ამ მიმართულებით რეფორმის გატარებაა საჭირო მაგრამ როდესაც შენ ქმნი რელიგიურ სექტას რომელშიც შეკავს ეს ახალგაზრდები. შენ ძალიან დიდ ცოდვაში დგამ ფეხს, ვინაიდან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მღვდლები, დეკანოზები, ბერები გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ. საპატრიარქოს ჰქონდა შესაბამისი განცხადება, რომ ის ადამიანები, ვინც აი ამ პარტიის რელიგიურ სექტაში არიან გაწევრიანებული, სამწუხაროდ გარდაცვალების შემდეგ მათ წესს ვერ აუგებენ და მათ ფაქტობრივად როგორ გითხრათ, არასწორი ნაბიჯი გადადგეს და თავიანთი მრწამსი დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ძალიან ბევრი ასეთი ადამიანია და მე ვისურვებ უძღებიშვილის დაბრუნებას მამის წიაღში, მაგრამ საუბედუროდ ეს ასე მოქმედებდა. აგრეთვე იყო ის ფაქტორები, რომ გასაბერ ეკლესიებში ეპატიჟებოდნენ სალოცავად და 1000 სიმახინჯე. მე ახლა ამ საკითხებზე საუბარს აღარ ვაპირებ, ვინაიდან დღეს არჩევნების დღეა, მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში და დღევანდელი დღე ხვალ უკვე იქნება წარსული და მე ვისურვებ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს და გააფერადოს ნომერი 8 ბიულეტენში. ჩემო ძვირფასებო, რატომ არის მნიშვნელოვანი მუნიციპალური ორგანოს არჩევნები? ჩვენ ვირჩევთ ქალაქის, სოფლის თავებს, საკრებულოს წევრებს,
რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ამა თუ იმ ქალაქისა თუ სოფლის ბედი, რომელთაც უდიდესი მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ საქალაქო და სასოფლო ცხოვრების გაუმჯობესებაში, არაერთი ადამიანის პრობლემის მოგვარებაში. მე პირადად თბილისელებს პირდები რას? თბილისელებს პირადად მე და ჩვენი პარტია პირდება იმას, რომ შეიქმნება ნორმალური შრომითი პირობები, ნორმალური შრომითი ანაზღაურებით. არ შეიძლება რომ 21 საუკუნეში განვითარებული ეკონომიკის კვალობაზე, როდესაც ელვისებური სისწრაფით ვითარდებიან განვითარებული ქვეყნები, განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, არ მოხდეს დიდი ეკონომიკური შემოტრიალება და დიდი ეკონომიკური აღმავლობა, ვინაიდან როდესაც ადამიანს ამუშავებ 500, 1000, 1500 ლარზე და ძირითადად თუ დავაკვირდებით ქართული შრომითი ბაზრის მონაცემებს, ეს ხელფასებია წარმოდგენილი როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში, თუმცა საჯარო სექტორში უფრო მაღალი ხელფასებია, მაგრამ იქ დასაქმება ფაქტობრივად ურთულესია და თითქმის შეუძლებელიც თუ არ ხარ ვთქვათ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ დაიწყოს ეს დიდი ეკონომიკური შემოbrunება და დიდი ეკონომიკური აღმავლობა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ ათეულობით 1000 საქართველოს მოქალაქე და განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველი მე ყველა ეთნიკურ ჯგუფს პატივს ვსემ და მიმაჩნია, რომ სამოქალაქო ნაციონალიზმი არა რადიკალური და ხისტი ნაციონალიზმი, არამედ სამოქალაქო ნაციონალიზმი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ჰარმონიულ თანაარსებობას ერთ სივრცეში მნიშვნელოვანია. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. ალო, გისმენთ ბატონო, ისაუბრეთ. ბატონო, ჩემო. თორნიკე. რა იცი, ვერ გიგაბჭიდებით აქედან ვერასდროს. მე ვარ ბათუმი ეკამე. რაშია ხარ? სულ იძლევა განიათ. დიახ, მესმის ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს და სწორედ ამის გამო, თუმცა თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე გადაცემის დასრულების შემდეგ და ჩვენ შეგვიძლია მოვინიშნოთ თქვენი ნომერი და კითხვა თუ გაქვთ ან რაიმე პოზიციის გამოხატვა თუ გსურთ, გისმენთ, გაითიშა, სამწუხაროდ გაითიშა. დიახ, ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, რაც ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ხაზი არის გადატვირთული და ყველა ადამიანს ბუნებრივია ვერ ეძლევა იმის საშუალება, რომ გადაცემაში მიიღოს მონაწილეობა, დასვას კითხვა ან დააფიქსიროს თავისი პოზიცია. რატომ არის თვითმმართველი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიისთვის? არსებობდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებასა და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ ამ არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს გამოეცხადებინათ ბოიკოტი და ვიცით რომ რამდენიმე პარტიამ გამოაცხადა კიდეც ბოიკოტი, მაგრამ ჩვენს გაერთიანებაში, ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში და მოძრაობაში ვისაუბრეთ ამის შესახებ და გადავწყვიტეთ რომ არჩევნებში მონაწილეობა მიგვეღო, ვინაიდან მიგვაჩნია რომ უბრძოლველად არ უნდა დავთმოთ ქალაქები და სოფლები. უბრძოლველად არ შეიძლება ამ ყველაფრის დათმობა და კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა იმისა, რომ მოხდეს ხელისუფლების უზურპაცია და ერთი კონკრეტული ძალის ხელში იყოს მთელი ბერკეტები. მე მოგახსენებთ ჩემს აზრს. სხვათა შორის ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე უთხრა, რომ თქვენ არ გყავთ ღირსეული ოპოზიცია და ასე ვთქვათ, უბრალოდ ძლიერი ოპოზიცია, არა ღირსეული, არამედ ძლიერი ოპოზიცია და ეს თქვენ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით და ვიცით როგორც დასრულდა ეს ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელისუფლებას ყავდეს ძლიერი ოპოზიცია. და პატრიოტთა ალიანსი მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძვის იმისათვის, რომ ის იყოს მძლავრი ღირსეული ოპოზიცია ხელისუფლებისათვის და ვიბრძვით არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიყოთ ოპოზიცია, არამედ ვიბრძვით იმისთვის, რომ თავად მოვიდეთ ხელისუფლების სათავეში. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. საღამომშვიდობი. მოგესალმებით. იცით რა, ეხლა ნახსენეთ ბელორუსია. ამოდენა კორუფცია რო არ იყვეს.
ერთ ადამიანს რო 12 მილიონი აქვს მოპარული. მეორეს 9 მილიონი, მესამეს ალბათ უფრო მეტი კიდევ და მინისტრები ეს თუ რიგითი მართან დაახლოებული ადამიანები, ნათესავი კეთილმოყვარენი, ისა. ვაჯობებით თუ არა ბელორუსიას, ასეთი საშინელება რო არ ტრიალებდეს ამ ქვეყანაში და ერთი მინდა კიდევ თქვენი აზრი გამოვთქვათ. მე თუ ვარ საქართველოს მოქალაქე. პარლამენტარი რომელიც შეიძლება თვეში ერთხელ მიდის პარლამენტში და იმას იქ 16,000 აქვს ხელფასი პლუს იმდენი ისა რაცია პრემია და დანამატები. მე ნუ თუ წელიწადში არ უნდა გქონდეს თუნდაც მისი ნახევარი. ეს არის თუ არა დასარეგულირებული. რა თქმა უნდა. წელიწადში მისი ერთი ხელფასის ნახევარი მაინც მომცემ და დანამატებზე და პრემიერზე აღარაა ლაპარაკი. კი ბატონო, ქალბატონო, მე მოქალაქე და ისე. კი ბატონო. ქალბატონო, მე რა თქმა უნდა მთლიანად ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას, სრულიად ვეთანხმები თქვენს პათოს. პატრიოტთა ალიანს და არა მხოლოდ პატრიოტთა ალიანს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ჩვენს პარტიაზე გვაქვს საუბარი, არაერთხელ განგვიცხადებია და საკანონმდებლო პაკეტიც მოგვიმზადებია, რომ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს აუცილებლად უნდა ქონდეს იმის შესაძლებლობა, რათა დაითხოვოს ესა თუ ის დეპუტატი და გამოიწვიოს პარლამენტიდან თუ საკრებულოს ორგანოდან და ასე შემდეგ მუნიციპალური ორგანოდან, ვინაიდან ის პირი, რომელიც ასე ვთქვათ, არ ემსახურება საქვეყნო ინტერესებს და ხალხს, აი ამ პირს უნდა შეუჩერდეს აუცილებლად უფლებამოსილება და ის, ვინც არ აღასრულებს თავის ვალდებულებას, აუცილებელია, რომ დატოვოს თავისი პოსტი, რომელიც ხალხისგან გადაეცა. მე აქვე გეტყვით იმასაც, რომ ძველ ჩინეთში არსებობდა ერთი ასეთი მიდგომა ექიმებისადმი. სანამ ისინი არ განკურნავდნენ იმპერატორს, მათ არ კვებავდნენ. ნუ ეს ასეთი წესი არსებობდა. ეხლა მე ამის პირდაპირ გადმოტანას რა თქმა უნდა არ ვითხოვ, მაგრამ რაში არის საქმე, რატო ახსენე ეს მაგალითი. აი სანამ მაღალჩინოსანი და სანამ პოსტზე მყოფი პიროვნება სახალხო ინტერესებს არ მოემსახურება და ქვეყნის ინტერესებს არ მოემსახურება, სანამ ის ვერ შეძლებს ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებას და ამ ხალხის ნორმალურ პირუთმელ მსახურებას, მას უფლება არ აქვს, რომ სარგებლობდეს ამდენი პრივილეგიით და ჰქონდეს ამ ხელა შემოსავალი. იმ პირობებში, როდესაც პენსიონერებს აქვთ მიზერული პენსია, იმ პირობებში, როდესაც 140,000-მდე ადამიანი საქართველოში მუშაობს 600 ლარზე ნაკლებ ხელფასზე, იმ პირობებში, როდესაც 100,000-ობით სოციალურად დაუცველი ყავს და იმ პირობებში, როდესაც 35 წელს ზევით თუ იმყოფება ადამიანი, ბოდიში მომითხოვია და ქართული შრომითი ბაზრის უმეტესი ნაწილისთვის უკვე ჩამოწერილია და არ შეუძლია ასე ვთქვათ დასაქმება. ეს არის აი კატასტროფული მონაცემები და ის კატასტროფული კონტექსტი, რომელიც არის საქართველოში და აქ არ აქვს ადგილი უტრირებას და რაიმეს ჰიპერბოლიზაციას. ეს არის ის რეალური სურათი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მოგბრძანდით. ისაუბრეთ. ალო. გისმენთ. ალო. გისმენთ. აკაცულოსანა. უნება ეჟანიტასანა. კი ბატონო. ოღონდ ხალხი არის ყოველ გაქცევებული. კიდევ გსურთ რაიმეს დამატება? სტალინი, ნომერმა. ეჟანიტასი. მოსკო, ჰიტლერი, ათასიები. ფაშისტი დახიან ქართველები, მე ისმის გასაგებია. მე ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით ბატონო, იმაში გეთანხმებით, რომ სტალინმა ჰიტლერი დაამარცხა და საქართველოში შესანიშნავი ბუნებაა, მაგრამ ქართველი ხალხი ნამდვილად არ იმსახურებს იმ ეპითეტს, რომლითაც თქვენ ის შეამგეთ. ქართველი ხალხი არათუ არ არის გათახსირებული, არამედ ქართველი ხალხი არის ბრძენი ხალხი და ეს ბრძენი ხალხი აუცილებლად მიუჩენს სათანადო ადგილს ყველას,
ვინც ის მოატყუა. ზოგადად საუბედუროდ კაცობრიობის ისტორიას თუ გადავალევთ თვალს, ასე ვითარდებოდა მოვლენები. ის ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ეუბნებოდნენ საზოგადოებას, ამ სიმართლის ნაკლებად სწამდა და იჯერებდა ის საზოგადოება და ის ადამიანი, რომელიც სიმართლეში წვეთ ტყუილს გაურევდა და ტყუილით გააჯერებდა და ნახევრად სიმართლეს შესთავაზებდა და მოატყუებდა, საუბედუროდ საზოგადოება ასეთ ხალხს მიყვებოდა, მაგრამ ერთხელ შეიძლება მოგატყუონ, აი მეორეჯერ კი სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანო და მეორეჯერ აღარ უნდა მოტყუდე. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ აღარ მოვტყუდეთ. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. ალო. გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. პირველ რიგში გისურვებთ, რომ გაიმარჯვოთ და საერთოდ ის მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ამბობენ ჩვენ მშვიდობას უჭერთ მხარს, რომელ მშვიდობაზეა ლაპარაკი, როდესაც მუსლიმების გაიცნო მთელი საქართველო, იყიდება მიწები და აუცილებლად ტყვია უნდა გავარდეს და ესე უნდა დავკარგოთ ტერიტორიები თუ აი ესეთი ფლიდური ეშმაკური ხერხით. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მის ტერიტორიებზე, შემდეგ ქართულ ხალხზე, თვითონ მათ ცხოვრების პირობებზე და ეს არც ერთი არ ახსოვს ჩვენს მთავრობას. ახსოვს მხოლოდ თავიანთი პირადი ოჯახები, თავიანთი ჯიდეები და საზღვარგარეთ თუ როგორ ისეიზმონ და გაუშვან თავიანთი შვილები. რაც ახალგაზრდობაში ესე იგი მყავს ნანახი მათხოვრად მჯდარი ხალხი იგივე სახეებს ხედავთ უკვე ასაკოვას. თუ კი განვითარდა ქვეყანა, რატომ არ ეტყობა ჩვენს ქვეყანას საშუალო ფენა, რატომ არ შეიქმნა? არის მხოლოდ მდიდრები და ღარიბები. დიახ. მე არამჯერად დღემდე ყოველთვის ვცდილობდი, რომ მთავრობის რწმენა მქონდა, მაგრამ წელს პირველია, რომ აღარ ამწამს მისი, რადგან მუსლიმებით გაისო მთელი საქართველო და იყიდება მიწები და ოჯახის წევრიც არ მინდა საქართველოს მოღალატე არათუ მთავრობაში მჯდომე. კი ბატონო, დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა, ქალბატონო, მე ყველას მოგიწოდებთ, რომ მიბრძანდეთ არჩევნებზე და გააფერადოთ ნომერი 8. მხარი დაუჭიროთ ჩვენს კანდიდატებს, თბილისელებს მივმართავ, რომ მხარი დაუჭირონ ბატონ ოთარ ჭითანავას და ყველა ჩვენს კანდიდატს წარმოდგენილ სხვადასხვა რაიონში, ქალაქსა თუ სოფელში. ქალბატონო, მე ასე გიპასუხებთ. არსებობს დაპყრობის სხვადასხვა გზა. ის მტერი, რომელიც ხმლით მოდის, ან თოფით მოდის, ხილული მტერია. და ის მტერი, რომელიც ვერაგი განზრახვით მოდის, აი ასეთი მტერი არის ყველაზე სახიფათო, ვინაიდან ფარისეველი ყოველთვის უფრო მზაკრული ხერხით და გეგმით მოდის. ძველ რომში იყო ასეთი გამოთქმა: periculo est in periculum securum esse. სახიფათოა საშიშროების ჟამს თავს გზრომდა უსაფრთხოდ. კი ბატონო, ომი არ არის, გავიგეთ, გასაგებია. ომი არ მძვინვარებს როგორც უკრაინაში, ძალიან კარგი. და ეს არ არის ხელისუფლების დამსახურება. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. იმიტომ რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომელიც საქართველოს სათავეში მოვა, ძალიან კარგად უწყის, რომ ქართველი ადამიანი ყოველთვის მშვიდობას დაუჭერს მხარს და არავის არ აპატიებს ომის დაწყებას. განვაგრძობ შემდგომ. ზარია პირდაპირ ეთერში ხართ, მობრძანდით. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. ყოველივე საუკეთესო გისურვებთ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქართველ ადამიანებს და მინდა რომ ჩვენმა ქვეყანამ გამოიღვიძოს და რაღაც ეთიშობისკენ გავიდეს ყველაფერი. შემოკარგო, მე ვცდილობდი რომ მთავრობისთვის დამეჭირა მუდმივად ხარი და არჩევნები იყო, მაგრამ აი ბოლო ორი არჩევნებია დაახლოებით ძალიან გაჭრილებული ვარ როგორც საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ როცა ასწავლებენ რომ საქართველოში ეკონომიკა ვითარდება 10.4% თუ რაღაც ესე ციფრებს ასახელებენ, ეს ხო ყველაფერი ციფროა, იმიტომ რომ ყველა ვიცით, ეს ვირგული ყველა ოჯახიდან, ყველა ნათესაობიდან თვითოწერი ან ოჯახები გადასახლებული არიან უსწრებში ლუკმაკურის საცენელად.
იქ ისინი არ მუშაობენ პროფესორებად, ლექტორებად, ქირურგებად, მუშაობენ დაქირავებულ მონებად, მონურ სამსახურში არიან. ანუ უმძიმეს სამსახურში მოხუცებს უნდიან, როგორია მოხუცის მოვლა, წარმოიდგინეთ ჰიგიენის დაცვა, არმიდა დავჭირმანდე, ან სახლებს ალაგებენ, ტუალეტებს ალაგებენ, მძიმე სამსახურში არიან და ასეთი ფორმით ისინი აგზავნიან ხალხს თავის ახლობლებთან, რომ აქ სიმწილით არ დაიხოცენ. და ფაქტობრივად ასეთი შემოსავლებით ცხოვრობს საქართველო. არანაირი ეკონომიკა აქ არ ვითარდება, არანაირი საწარმოები არ იხსნება, არავინ არ არის დასაქმებული თავისი პროფესიის მიხედვით. პენსიონერებს ძალიან დაბალი პენსიები აქვს, ახალგაზრდებს არაფერი შემოსავალი პერსპექტივა არ აქვს. ეს არ არის ქვეყანა და სახელმწიფო. სახელმწიფო მაშინ არის შემდგარი, როცა ხალხი არ გარბის ქვეყნიდან. 1-20-33 წელი თუ გარბის ხალხი საქართველოდან, ეს არ არის სახელმწიფო. ეს არის განადგურებული ქვეყანა და თქვენ ხალხს ყოველ ჩახრო ისმენენ ამდენს და ასეთი მოწმენის და დაცმენის უნარი რომ აქვს და ხმას აღიძებენ და კიდე ცხოვრებივით მიდიან და იძულებული არიან ისევ ამ ოცნებას მისცენ ხმას. ამიტომ არსებობს ალტერნატივა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სახით და მე ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა დაგვიჭიროს მხარე. ჩემო კარგო, ეხლა რაც ეს საქმე თუ ისევ ისეთი სიტუაცია წავიდა და ხმები გააყალბდა, დაუშვათ და მთავრობა იმ რაოდენობას დაიწყო ხმებისა, რაც მას აწყობს, იგივე სიტუაცია გაზრდება საქართველოში, რასაც ამდე იყო. კარგით, უღრმესი მადლობა ქალბატონო, მე ბოდიშს მოგიხდით 3 წუთი გვრჩება გადაცემის დასრულებამდე და მინდა რომ ჩემი პოზიციაც მოგახსენოთ ამასთან დაკავშირებით, თქვენ ახსენეთ ხმების გაყალბება. საუბედუროდ ეს ქართული არჩევნების თანამდები ნაწილია და უნდა შეიცვალოს ეს ყბადაღებული საარჩევნო კოდექსი და უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო და ამისთვის ვიბრძვით, მაგრამ თუ ბევრი ადამიანი მივალთ არჩევნებზე და მკაფიოდ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, მერწმუნეთ რომ ძალიან გაუჭირდებათ გაყალბება. ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ შეიძლება მოიპარო 5%, 10%, მაგრამ მეც ვერ მოიპარავ, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, არჩევნების მასშტაბურად გაყალბების შემთხვევაში ხალხი აუცილებლად გამოვა ქუჩაში და აუცილებლად ასე ვთქვათ დააფიქსირებს თავის პოზიციას და გამოუცხადებს თავის მხარდაჭერას იმ პარტიას, რომელსაც არჩევნები გაუყალბეს. შემოძვირფასებო, გული არ გაიტეხოთ. ბრძოლა გრძელდება იმ ქვეყნად წასვლამდე. ბრძოლა გრძელდება გარდაცვალებამდე. შემდეგ კი გარდაცვალების შემდეგ ჩვენი საქმეები ფასდება და უნდა გვახსოვდეს, რომ მოგველის დიდი სამშიარო და ამ ქვეყნად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა სწორი ცხოვრების გზით, სწორი ცხოვრების ბილიკით გამლოთ წუთი სოფელი. სენეკა ამბობდა, რომ მთავარი არის არა სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ მისი შინაარსი და მე ვისურვებ, რომ ჩვენ მიერ გამლილი გზა და ჩვენი სიცოცხლე ყოფილიყოს არა არსებობა და რიგითი ეგზისტენცია, არამედ ყოფილიყოს ყოფიერება და ყოფილიყოს ცხოვრება, მოშურნეობა და მოღვაწეობა და აქედან გამომდინარე ყველა ადამიანს მოგიწოდებთ, რომ მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და რაც მთავარია, მხარში დაუდგეთ იმ ძალას, რომელსაც თქვენ არ მოუტყუები ხართ, არ გაუყიდავთ, არ ასე ვთქვათ, დაუხევია უკან ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ყოფნისას. მე ყველას მოგიწოდებთ, რომ მიბრძანდეთ არჩევნებზე, დარჩენილია სულ რაღაც საათი და 45 წუთი უბნების დახურვამდე, მხარი დაუჭიროთ ჩვენს კანდიდატებს, მხარი დაუჭიროთ ჩვენს პროპორციულ სიას, სრულიად საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პარტიას და მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ზალა თქვენ არ გაკიდით, პირიქით, ეს ზალა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა თავისი პირადი ინტერესები გვერდზე გადადოს, როგორც მას ეს ახასიათებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა თითოეული თქვენგანის ინტერესი, თითოეული თქვენგანის პრობლემა იქნას მოგვარებული. უკეთესი მომავლის იმედით და გამარჯვების რწმენით დროებით გემშვიდობებით.